ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს კორნელი კეკელიძის სახელი დაუბრუნდება. 30 ივნისი კი ხელნაწერის დღით დაწესდება. ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა შესაძლოა მისამართით შეიცვალოს და ის ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაში განთავსდეს. ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების მინისტრ თამარ სანიგიძესთან და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორ ზაზა აბაშიძესთან ერთად ისაუბრა. მთავრობის მეთაურმა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს იუბილე მიულოცა და ცენტრის განვითარების გეგმით დაინტერესდა. შეხვედრაზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის სქემაც განიხილეს. წარმოდგენილი არის დაწესებულების რეორგანიზების გეგმა, ახალი დებულებით, გაზრდილი სახელმწიფო განაკვეთებით და სტრუქტურული საშტატო განრიგით, რაც ნამდვილად მისასალმებელია და ეს ხელშეუწყობს ინსტიტუტის მუშაობას, ორგანიზებულად მუშაობას. ამასთან დაკავშირებით, ამის გარდა ჩვენ კიდევ გამოვედით ინიციატივით, რომ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს დაუბრუნდეს კორნელი კეკელიძის სახელი. ყველაზე მეტად მოწონებული იქნა ჩვენი წინადადება, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი განთავსდეს ყოფილი ეროვნული ბანკის შენობაში და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზედაც გასაუბრეთ პრემიერ-მინისტრმა და მისგან თანხმობა მივიღეთ, ეს არის ის, რომ შეიქმნება ხელნაწერთა დაცვის სახელმწიფო ფონდი.